თქვენ როდესაც იქ პირველ ჯერზე რომ შეხვედით ხუთნი ნახეთ რომ მოსახლეობა ევაკუირებული არ არის და ქალები და ბავშვები თეთრი ტილოებით დარბიან და შვიდობის ნიშნად გეუბნევიათ რომ არ გვესროლო ბიძია ხო ბავშვი ამას გეუბნეოდა თქვენიდან ამ ნიშნით თქვენ არ ესროლეთ საკუთარ ხალხს არ დაბომბეთ საკუთარი ქალები და ბავშვები და რიყი ადგილი ვიპოვეთო და იქ ჩამოვაგდეთ რამდენიმეო და უკან გამობრუნდითო ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება თქვენ ხუთნი ერთმანეთთან კავშირზე იყავით ალბათ ხომ რა თქმა უნდა რადიო კავშირით თქვით რომ ბიჭო ეს რა ხდება ქვევით ბავშვები და ქალები არიან თუ რა ფორმით უთხარით ეს ერთმანეთს აი ახლა უყურეთ ეს ევაკუირების სოფლის ევაკუირების საკითხი იმდენად წავედ დაისვა იქ შტაბში უკვე რომ ჩვენ მოველოდით კიდეც მაგას რაღაც პროცენტები გვქონდა დატოვილი იმისა რომ სოფელი შეიძლება დაგხვდეს შეიძლება ხალხი დაგხვდეს სოფელში დიახ აი პირდაპირ ესე იყო მივედით და დაგხვდნენ კიდეც და ერთმანეთს რადიო კავშირით რა უთხარით არა აღარ იმუშავ მიზნებზე აღარ მუშაობთ შემორჩეთ ერთმანეთს ეს გადაძახილი იყო რომ არ მუშაობთ მიზნებზე მუშაობს იყო 100-თა სხვადასხვაობა არანაირი ყველას ერთი აზრი ქონდა არა იქ ერთ-ერთფრენსაც რო ემუშავა იმ სოფელზე აი საშინელება გვექნებოდა ეს გვესმის უბრალოდ თუ იყო მარტო თქვენი ყავით ამ აზრზე თუ ყველა ერთმანეთ ყველა აბსოლუტურად თქვენ ხო სხვების ნაცვლადაც გვესაუბრებით და ამიტომ გეკითხებით მით უმეტეს ვინც გარდაცვლილია და კარგი საქმე გააკეთა უნდა ვთქვათ ისინი რა აზრზე იყვნენ ყველა ერთ აზრზე იყავით ასე გადაარჩინეთ თქვენი ქაური ბავშვები და ქალები რამდენი ჩამოვარდა რამდენი დახარჯეთ ასე ვთქვათ მე დიახ ну 400-დან ალბათ ერთი 60 წელი მეტი 60 წელი დახარჯეთ და მობრუნდით ისიც იმისთვის რომ იმიტაცია თლად რო არ გვესროლა ეს კატასტროფა იქნება თითოეული ჩვენთაგანისთვის კატასტროფა რატო იქნებოდა არ მომის იმიტომ კაცი ჭამები გველოდებოდნენ კაცი ჭამები უკან გელოდებოდნენ ეხლა ჩამოსვლის ეხლა ვებანოსოზარ თუ შეიძლება ჩამოხვედით სენაკში და სანამ დატვის თავდნენ და უკვე ორს გაგიშვებდნენ იმ ორში თქვენც იყავით ხო ვინც გაუშვეს მე და უსურავი წავით მეორეს ეს კადრილის ხელმძღვანელი და თქვენ გაგიშვეს რატო იყო საჭირო ისევ დატვირთვა თუ კი 400-დან 60 შეიარაღება გქონდათ ესეთი ხასიათი გქონდათ მაგას რაც მეტი ეფექტი უნდათ მეტი პიარი უნდათ და მეტი დატვირთეს და იმ სამს მისცეს შენიშვნა თუ საწაიყვანეს ვინც შენიშვნებს და იმაზე აღარ ვლაპარაკო იქ ლანძღვა და თათხვა და ეს ჩვეულებრივად სტანდარტი იყო მაგათ აი ეს გვაინტერესებს რომ დაჯექით ბაზაზე რა გითხრეს გადმოხვედით თუ ლანძღვის ქალბატონაცია ძალიან ცუდად და უშვერად ვინ პირადად ვინ გლანძღათ თქვენ პირადად მინისტრებმა არა მინისტრმა ის მეორე არ ყოფილი შინაგანს არ ყოფილა ოქროაშვილმა თავდაც სამინისტროს ხელმძღვანელობა მიცემ. რა გითხრათ ირაკლი ოქროაშვილმა? აქ არ ვიტყვი სიტყვას, ას გითხრა, მაგრამ აზრს გეტყვი. ნუ არა კაცები ვართ. კაცები არ ხართ ესე ვიტყვი. რატო არ ჩახოცეთ ბავშვები და ქალები? რატო არ შესრულეთ დავალება? ახლა ბავშვები რატო არ ჩახოცეთ ეს სიტყვები არ ხო, ნუ გასაგებია. მაგრამ თქვენ ხო უთხარით იქ ბავშვები და ქალები დარბოდნენო თუ ჩუმად ისმენდით ამ საყვედურს? კი, პასუხი იყო არავის არ აინტერესებს ბავშვები და ქალები.